რა მიზეზით გადაიდო ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირის საქართველოს დიალოგი 21 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრის გადადებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მაშინ, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს, ოფიციალური თბილისი განმარტებებს ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან მოითხოვს. ორმაგი სტანდარტები და არგუმენტების არარსებობა. მმართველი გუნდის შეფასებით ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიმართ არსებულ პრეტენზიებსა და კრიტიკაზე არგუმენტირებული პასუხების მოსმენა არ ისურვა. ამ დრომდე კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, თუმცა ცალკეული მედია საშუალებებისა და ოპოზიციის ინფორმაციით დიალოგის ჩაშლა ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილის ყოფნამ გამოიწვია. ეს კიდევ ერთი გარემოება, რაც მმართველი გუნდის მწვავე რეაქციის მიზეზი ხდება. ქართული ოცნება ბრიუსელს ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსანთან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრებს ახსენებს. ვინ გველაპარაკება? ის ბრიუსელი, რომელსაც ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა? წამების სისტემის შექმნელი. ევროკავშირის მიერ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის თარიღის გადადების გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ბრიუსელს 2024 წლის შეხვედრების იმ ეპიზოდებს ახსენებს, როდესაც 4 საქმეზე მსჯავრდებულ და ძებნილ ზურაბადეიშვილს გერმანიის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში უმასპინძლეს. იუსტიციის ყოფილ მინისტრს და ექს-გენერალურ პროკურორს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკრაინაში საქმიანობს, საქართველოში მსჯავრი რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ბანკის გაკოტრება, მედია საშუალების დანაშაულებრივი სქემით მიტაცება, პატიმრების წამება, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცება და ცემა. ეს ის საქმეებია, რომლის ჩადენას ზურაბადეიშვილს ქართული მართლმსაჯულება ედავება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელი ოპოზიციის ძირითადი ნაწილიც კი ადეიშვილის დანაშაულებრივ როლზე თანხმდება. თუმცა ფაქტია, ეს ინფორმაცია ევროკავშირისთვის ბარიერი არ გამხდარა, როდესაც წელიწად ნახევრის წინ უკრაინის დელეგაციაში ძებნილის გვარი ამოიკითხა და მას აუდიენციის კარი გაუღო. მაშინ მსჯავრდებული ადეიშვილი შეხვედრას უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის რანგში ესწრებოდა. მსგავსი ისტორიის პირობებში ქართულ დელეგაციასთან პირობების წამოყენება მით უფრო იმფონზე, რომ მათ რიგებში არც მსჯავრდებული და არც ძებნილია ორმაგი სტანდარტის მორიგი დადასტურება საქართველოს ხელისუფლებისთვის. შეხვედრის ჩაშლის ოფიციალურ მიზეზად ევროგაერთიანებას ქართული მხარის მხრიდან შექმნილი დაბრკოლებები აქვს დასახელებული. რა იგულისხმება დაბრკოლებებში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა იმას, რასაც არ ამბობს ბრიუსელი, ამბობს ქართული ოპოზიცია და ირწმუნება, რომ ევროკავშირის გაღიზიანება ქართული დელეგაციის სიაში დასანქცირებული პირის არსებობამ გამოიწვია. დასახელდა ვერსია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. თავის მხრივ ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ოფიციალური მხარის პოზიციებზე ოპოზიცია საუბრობს. ოფიციალური განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია და ამხელა ინსტიტუცია ბრიუსელი არის და ასე ჟონავს. ხან ერთი მხრიდან გამოჟონავს ინფორმაცია, ხან მეორედან გამოჟონავს ინფორმაცია. ჩვენ თუ სათქმელი აქვს თქვი, რომელი ბრიუსელი გველაპარაკება ჩვენ რაღაც ვინმეს მიუღებლობაზე, მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციაში რო წერეს, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და მიხეილ სააკაშვილი რო ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა. ეს არის როგორ ბედავენ საერთოდ, რომ ისაუბრონ რაიმე ღირებულებებთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის ჩამხუტელი ადამიანები. შეხვედრა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ევროპულ და ქართულ მხარეს შორის დღეს უნდა გამართულიყო, 6 თვის წინ დაორგანიზდა. რამდენიმე კვირის წინ კი თარიღად 21 ნოემბერი განისაზღვრა. ამ ვადაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსახილველი საკითხების შესახებ მომხსენებელი უწყებები განსაზღვრა. შედგა კონკრეტულ პირთა სიაც, რომლებსაც თავიანთი პროფილის შესაბამისად შეკითხვებისთვის დეტალურად უნდა ეპასუხათ. შეხვედრის გადავადების შესახებ კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ქართული ოპოზიცია პასუხისმგებლობას ტრადიციულად ხელისუფლებას აკისრებს და ფოკუსის გასწორებას ურჩევს. ზურაბ ადეიშვილი ოცნების სასამართლომ, ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლომ გაამართლა. გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძურეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის, ქართული მიწების დაცვისთვის. ზურაბ ადეიშვილს ამართლებენ. და ეს ოცნება ლაპარაკობს სხვაზე ორმაგ სტანდარტზე. ჩვენ მუდმივად რეჟიმის მხრიდან გვესმის გადაბრალება წინა ხელისუფლებაზე და წინა ხელისუფლებას
ყველაფრის გათვალისწინებით ვერავინ ვერასდროს წაართმევს იმას, რომ სწორედ მან შეძლო, რომ ამ ქვეყნისთვის გაიხსნა კარი ევროპისკენ და ნატოსკენ. იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა შედგებოდა ეს პრაქტიკულად წელიწად ნახევრიანი პაუზის შემდეგ ევროკავშირთან ჩართულობის პირველი შესაძლებლობა იქნებოდა. 2024 წლის 27 ივნისის ევროკავშირის საბჭოს დასკვნების საფუძველზე საქართველოსთან დიალოგი ყველა დონეზე შეჩერებულია და მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მხოლოდ ულტიმატუმი ისმის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ყველა საკითხზე შინაარსობრივი და არგუმენტირებული მსჯელობისთვის მზაობას გამოხატავენ. ჩაშლილი შეხვედრა მათთვის მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირს ქართული ოცნების საწინააღმდეგო არგუმენტი არ გააჩნია და არც თავად ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციის მოსმენა სურს, ვინაიდან მათივე თქმით, თანამედროვე ევრობიუროკრატია ანტისამთავრობო განწყობებს ღიად ლობირებს. ამ შეხვედრაზე უნდა ყოფილიყო განხილვა ისეთი საკითხების, იმ საკითხების, რომელშიც ჩვენ გვაკრიტიკებს ევროკავშირის მხარე, ეს ადამიანის უფლებები იქნება თუ დემოკრატიის ეგრეთ წოდებული ვითომ უკუსვა საქართველოში და ჩვენ ამ შეხვედრისთვის მომზადებული ვიყავით არგუმენტებით იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა მთელ რიგ საკითხებზე. იმავდროულად შეხვედრას უნდა ქონოდა დისკუსიის ფორმატი და ჩვენ ასევე მათი მხრიდანაც უნდა მოგვესმინა თუ რაიმე შენიშვნები, არგუმენტირებული შენიშვნები ქონდათ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც ხედავთ, რომ აი ესეთი ფორმატის შეხვედრა სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო მათი მხრიდან არ შედგა, ერთი რამე შეიძლება იფიქრო, რომ უბრალოდ გააურბიან ისინი აი ამ დისკუსიას. ეს უარი არის პირდაპირ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ლუსტრირება იმისი, რომ ევროკავშირი მზად არ არის, რომ დაგვიჯდეს მათი წარმომადგენლები ჩვენს დელეგაციას და ფაქტები და არგუმენტებით გავიაროთ მათი ბრალდებები, ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერზე ქართულ ოცნებას გააჩნია არგუმენტირებული პასუხი. საქართველოს ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღია კონფრონტაციაში 3 წლის წინ გადავიდა და მიზეზი ფინანსური გამჭვირვალობის კანონმდებლობა გახდა. კანონები, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, ევროკავშირის მხრიდან რეპრესიულად შეირაცხა. მათ შორის იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ის ძალაშია. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას გაზრდის და მის გადმოსარიცხად ახლა უკვე ახალ გზებს ეძებენ. გამჭვირვალობის ინიციატორი პარტიისთვის ეს კანონის გვერდის ავლის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა და დარწმუნებულები არიან, რომ თანხა პროტესტისთვისაა განსაზღვრული. იმის ერთ-ერთ არგუმენტად, რომ ევროკავშირი მართლაც არის ანტისამთავრობო აქციებთან კავშირში და ხელისუფლების ცვლილებას წლებია მხარს უჭერს, მმართველ პარტიას მოჰყავს ევროპული მხარის მიერ ძალადობრივი აქციების არ შემჩნევა და ყველა ასპექტში მხოლოდ ქართული ოცნების დადანაშაულება.